რა მაგარი ძაღლია. გამარჯობათ, მეგობრებო, არხი გავწერება, კარგი ხარ. გამარჯობათ. სტუმრად ყავს, სტუმარი ყავს. რა ქვია? მეცა ლილუ თუ ლილუ ქვია. მოლი. მეგობრი ძაღლია, ძალიან ჭკვიანი რა და აი ესე დაგვიწვია რა. ოღონდ აი ხორცებთან და რამე ცხვირი არ ჩავაყოფეთ, იმიტომ რომ მაინ ძაღლია. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და რა უნდა მეთქვა რა, ჩვენ ხოხი გაგვიტეხეს რა. უწესურმა ადამიანებმა და ერთმა ძალიან კაი კაცმა გვაჩუქა კამერა. ვანუ აჩვენე. ანუ დღეს ამას იქით, ჩვენ სულ ვიცით თავდასხმა თუ ვინმე მოაწყდა რაღაცა, ეგრევე მესიჯი მოდის რა, მოტეხვაცო დააპირონ ამ კამერის. თავისი ისა აქ რა ქვია ავტონომიური დენი აქვს, ანუ თვითონვე იტანება მთელი დღე მუშაობს და ასე შემდეგ. კომპანიას ქვია ახლო მოიტანევანო ალპატეკი, აი ალფატეკ, აი ეგ ნახეთ, ალფატეკ G. ამას აკრიფავთ და თუ კამერა გჭირდებათ, ყველანაირი შეგვიძლია რომ მესიჯი ხომ მომივა რომ თქვათ ვიღაცა გამოჩნდა მობილურში პირდაპირ ონლაინ უყურებ, შემიძლია აქედან დავიძახო რომ აქედან ხმა მიდის რომ მან შეწყვიტე ყველაფერი, ეხლა ჩამოღოლმე და იმას ვიზავ რა ქვია. აღშფოთებას გამოვხატავ შევზოს დათვის ღრმას, ხო. მოკლედ, აი ესეთი მაგარი კაცი არის თვითონ ზურა ვინც არის, ის არის ძალიან მაგარი კაცი. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა ნახეთ. ავღანური ქვაბი. ესეთმა ძალიან მაგარმა ხალხმა გვიფეშქასე ეს ქვაბი და ავღანეთიდან ჩამოვიტანეო რა, უნდა? აიღო და ავღანური ქვაბი ავღანეთში. ვიპოვნი და თუ ვიპოვნი, თუ კი არა ვიპოვნი, ამას კაი ხანია მაქვს და მინდა რომ რა ვიცი, აქ საჭმელის სხვანაირად გამოდის რა. ახადო. ამ ავღანურ ქვაბში ალუმინის არის. ამხელა. 15 ლიტრიანია. და ლინკს დავდებ ამისი. ალფატეკის ლინკსაც დავდებ და ამის ლინკსაც დავდებ. მინდა რომ ეს თქვენს გაშინჩოთ ესეთი რაღაცა. მოკლედ, მაქვს აი ესეთი ხორცი ქვია საქონლის არტალა. არტალა ვინც არის ის ჩლიქის ზემოთ, აი წვივი ავიღოთ რა, აი წვივი არის. ამას თავის ქონი აქვს, ძვალი აქვს, შიგნით და გარშემო აი ესეთი არა ეწვა მე. ძლიერი ხორცი, კი ბატონო. აი, ამხელა ძვალი აქვს. ეს ჩვეულებრივი ხორცი არ არის რა, ეს არის სახელდობრ არტალა. ვინც ხორცებში ერკვევით და პირისგემ მოგაქვთ, არტალა სულ სხვა თემაა რა. ჰა? ხილად იყავი რა მეაღლიში არ გაიგო. სარკესავით კი. აი. ამას ახლა ჩავტვირ თავშიგნით. და რამოდენიმე რახან ბევრი ძვალი იყო, ბილი ხორცის დავამატებინეთ ყასავს. აი ეს. ამაში მოიხარშება, ახლა ავღანურ ქვაბზე ვილაპარაკოთ, მოდით 1-2 სიტყვით რა, ჩავალაგე. ეს გამოვა იმ ავღანურ ქვაბს ზემოდან აი ეს ეფარება, აი ეგეთი რაღაცა და მე ამითი იკეტება. ნუ ნახავთ რა, არა, ჯერ არ ვაწყობ. წნევის ქვეშ ხდება ყველაფერი, ეს უადუღდება. აი ეს იწევა ზემო და აქედან ორთქლი გამოდის. აი ეს არის 2 ცალი კლაპანი, რომელიც იცავს ესო არაფეთქეს და თქვათ რაღაცა მოხდა და გაიჭედა. აი ეს არის ფეთქებადი კლაპანი, ანუ თუ ქვაბის აფეთქების წინაშე დადგა რაღაცა, პირველი ამას ამოგლიჯავს და გაიცვეს და ორთქლი მაინც გამოვა. თვითონ ქვაბი აი რამხელა, თვითონ ეს აჩვენე დიამეტრი კედლების. ამას ვერაფერს ვერ უზამს რა. ეხლა უყურეთ. ხორცი ჩავყარე, არტალას არც ღვინო უნდა, არც ლუდი არ უნდა და შიგ დაფნის ფოთოლი ჩავაგდე. მეტი არ მინდა, აი ამდენი. ბატონო და ეხლა ნახე. წავიღოთ ეს ხოხში. მოიცა? ის ამოიღე, აი ეს ამოიღე. ჩვენმა გამომწერვა ძალიან მაგარი ღუმელი გვაჩუქა რა. ხო. საოცარი. ხო და? ძალიან მაგარი. ხა? აი ესეთი ღუმელია. ნოი მე ეკრა. წყალი მოიტანე. ხორცი ჩავალაგე ამაში. და მე უკვე წყალი მოიტანე, კიდე ეს არ ეყობა.
ვერ წევა, მაიცა უწევ. ეხლა რა მინდა ვთქვა. ამაში ეხლა ზოგი აკეთებს ის უნდა ჩადუშიგო რა ქვია, ხახვიო, კარტოფილიო და ასე შემდეგ. ჩვენ არტალას არ ვაკეთებთ როგორც სუპი. ანუ წვნიანი კი არ იქნება. წყალში მოუხარშავთ. ეხლა წყალში მოუხარშავთ და არც მარილი არ ჩავყარე. ჯერ, მაგრამ არა, მარილი რომ მოიხარშება, ხო. ეხლა ჩვეულებრივი ქვაბი რო იყოს ეს. ჩვეულებრივი ქვაბი რო იყოს. დაჭირდება ალბათ 2 საათი ხარშვა მაინც, მაგრამ რახან ეს ავღანური ქვაბია. აი, რამსის кейს არის რა ქვია. კინითა გაკეთებული. ეს ქვაბი? ქვაბი არა, ეს ფერი. ეს უმელი? უმელი ძალიან მაგარია რა. აჰა. აი ეს, ამას ეხლა გადაუჭერ. აი ესე. აქ დაახლოებით დაჭირდება 1 საათი, მეტი არა. ოღონდ ღუმელი უნდა იყოს გავარვარებული. წამო თან გარეთ გავიდეთ და ისე ვილაპარაკოთ. წამო. შემოვდგი. მან ეხლა ის არის რა ქვია შიგნით. ზოლისტვინი აქვს ბევრი. ისიც გამოიხარშება, გარეთ გამოვა. და მე რო ამოვიღე მშრალად. წვენი მე შეგიძლია წვენად ვიხოთ, მაგრამ ჩვენ კიდე ერთხელ ვიტყვი რა, გაკეთებული იყო ქარტალა გახსოვს ოჯამით. ის იყო ხო თათარი ახლივი და რაღაცა. დიდი ჯამებით რო იყო. ნუ მოკლედ შეგიძლიათ არსებობს ეგ ვიდეოც ნახოთ და ეს იქნება სულ სხვა რამე ავიღე მშრალად. მარტო მარილის მოპნება უნდა კაიღვინო და ის რა ქვია. სიყვარული. ხო, სიყვარული. მოკეთ გაკეთება ამას ერთი ცუდი ის აქვს რომ ვერ ახტი და ვერ ჩახედავთ რა ხდება. შემოდგავთ და უნდა დაელოდოთ სანამ არ გაუშვებს იქიდან 4 წელს. რომ დაიწყებს 4 წელს ამოსვლა. ქვაბიდან. სადღაც 1.5 საათი კიდე უნდა იყოს და მზად იქნება აუცილებლად გაჩვენებთ. მარტივი მოსამზადებელია წყალი, ქვაბი და ის რა ქვია. დაფრის ფოთოლი ჩავაგდე მეტი არაფერი. სიყვარული. და ღვინოც პატარაზე მიცებული ესე გველოდი. ეგეში. დაველოდოთ ეხლა და ვნახოთ რა გამოვიდა. ვნახოთ. გადმოვიღეთ მოკლედ რა. არა, არ გადმოვიღეთ. რო ვიგებდით, მზე იყო. ეხლა მოსაღამოდა, იმიტომ რომ დიდი ხანი ეხლა ამაში არის ძალიან დიდი წნევა რა. ამიტომ ეს უნდა ავხატოთ რა, ანუ ესა? აი. ეს მანამდე არ ახადოთ, სწორე ბუთხავს რა. ამაში დაახლოებით 1-12 ატმოსფერო მაინც არის ეხლა. აი ეს ორთლი გვამცრობს რომ შიგნით ხორცი მოხარშულია თავისი ყველა რა. ისე მაგარი რაღაცა ლაზერო კონდეს ამაზე ვატაროთ, ხო? რაღაცა ფერია შევქმნით, ხო ეგრეა. ეხლა ამისი მუღამი რა არის? მაგარი. ეხლა წნევა დავარდება ქვაბში, ხორცი. ესიც უნდა იყოს სუპერ მოხარშული რა. ნიუ-იორკ ყალი, კახეთში რო იციან. აი ეს, პლანილი და მარილი. აი და. კარგად დავდერე. ხო. არის ფიქრობთ რომ ცოტა ხანი უნდა მაგას რა. სანამ ველოდებოდით მე 2 ტიკა დავლე, შეიძლება მეტყობა, მაგრამ არა უშ. ღმერთი ძული. მე არ ცხოვრებაში ცუდი არაფერი არ მithქვია და ყველა ქართველები ვარ, ხო ეგრეა. ხო ეგენი არ უნდა იყოს, არც მე რა ვიცარ ვეთქვი, 2 ტიკა დავლე. ეხლა მთავარია რომ ეს თუ ამას არის დავდა წნევა არ დავარდება, ნახე რამდენი ხანია წნევა მოდის. თუ ეს არ დავარდება, ეს აღარ რომ ბუთხავს. შეიძლება რამე იაღლიში გაგიგონდეს, რა ასე რომ დაველოდოთ რა. ორთლი აღარ ამოდის, ამას რომ ამის გასწრება ეხლა ბატონო დავით საშიში აღარ იქნება. გავსხენოთ. გავშინჯოთ. ჯერ გაშინჯე, მერე განსხვავ. გასტოვა ეგეთი არაფრის ქმენი საუბრები. ავხადო და ვნახოთ. აი ახლა კი დადგა შამი ჭეშმარიტების. აი. ეს რა უხშივარი ამალა, ჰა? ბატონო დავით. ესა ნახეთ რა. თელი ხორცი. ვიცი უნდა მოიო. მე მეგონა რომ ძვალს ხელს მოვკიდებდი, მაგრამ ხელს. მიდი.
არა, ხორცი ჩაიშალა და ძვალი. მოდი ძვალი განვაუდოთ ჩვენგან. აი ეს. ანუ მთელი ხორცი ჩაიშალა შიგნით. ოი. აი ეს. აბა უყურეთ ამას. ეს გინახნია. ესე იგი შენ ნახე აქ რა ხდება ბატონო დავით. მაიცა? მაიცა. აგი. ამიტომ მოიყვარა. არა, ძვლებს ამოვიღებ. მე წელს გადმოვწყრავ და ძვლები გადავყაროთ. ძაღლები შეჭამოთ. ოშენ. ცოტა მეტი მოგვივიდა. და გამოგვივიდა ჩათუშული ხორცი. მოიწამე ეგეთი. ახლა მიხდი? კი? შენ გინაცვალე რა. მოდი ბატონო დავით. ოი, ეს არის ჩემი. მაიცა, ეს აქ იყო და გაცხენდეს. მოდი აქ. ეხლა ნახე, მოდი. თავი დავაფაროთ, ხო? შენ გონია რომ გაცივდება? არა, მაგრამ იყოს მაინც. არა კი არა, სწორი გონია, მოდი. ეხლა მე შენ გაჩვენებ ნამდვილი არტალის გემოს. ეხლა უყურე. არა, ეს არ არის ხაშლამა. მომსკავს. ეხლა უყურე. მაინც ჩანგალს ავიღე. ჩანგალს? მაგრამ ვერ ავიღებ ჩანგლით. დაიშურე ეგრევე. სტოპ, მაიცა დასტოვა რა, ბატონო დავით. ძალიან უმოაღრე. შობლების წინ მარბენალი კვიც რა დაემართაო? გელმაში ჯამა. ამ გელმა უნგრისპე ტურმაო დასტოვა. ეხლა ნახე. აი ამას რო გააკეთებ, მე იღებ და ოხრახუში, კამა და ქინძი. აი ესე. მოაღრე. ეს გემოსვისაც არის და სილამაზის გემოსაც და სუნი ნახე, ეხლა უსუნი ნახე, როგორი სუნი აქვს. სულ სხვანაირი. ეს მოიხატე თავზე რა, არ გამვა ნაბაზად. დასტოვა. აი ეს რა გითხრათ რა, აი თუ ვინმე ცხოვრებაში პირში გემო ჰქონია და თავში ტვინი, ბატონო დავით, აი ამაზე უთქვამს, რომ ვახ თქვენ გენაცვალეთო, ვინ თქვენ მომხარშეთო. ესა თუ ეს. პური გამოვართ. რომელი ეს თუ ეს? რომელიც გინდა. მაიცა. ესე გააკეთე ესე. აი ბოლოს რომელი გაჩერდა, ვენახე. აი ესა და ესა თამთამებს ზავ რა, მოიწოდე. ეხლა მაიც, სტოპ. ამას მოდი. ნიორ წყალი ზემოდან კახეთში რო იცი ახონა. შენ გიყავს ნიორი. მე ნიორი? მაიცა, კაცო. ამას თავისი მუღამი აქვს, წესი და ჩვეულება აქვს. ვინც რომ ამას არ დაარღვევს, ან დღე მოკვდება, ან ღამე. აი, მასიმაში. თუ ვინმე ესეთი პატივი საშულო როდესმე დაიმახსოვრე. ესე იგი უყვარხარ. გაიგე? თუ ეს არ აქნა, ესე იგი არ უყვარხარ. მავრებში იმალე. ეს მოხარშული ხორცი არ არის. ეს არის არტალა თავისი ყველაფრით. იგი აბა გასინჯი. ეს დავშინა. ხედა. ემაგოდენ რომ იგაკ პირში ხო ვერ ჩაგეტევა, კაცო, გასიხე რაღაცა ქენი. ერთი ჩარჭობაა და. აჰა. და? როგორ რა იყო? მაგარი. მოდი და მე ღინოს დავლო და მე მივაყოლებ აი ყველაფერს. მოდი ბატონო დავით, ვისაც ხაშლამა და არტალა უყვართ და ამ ქვეყანაზე აღარ არის. ხაშლამის ცოტა გემოახ. ხაშლამის ცოტა გემო კი არა, მაგარი გემო უნდა კონდეს ხაშლამის. მაგრამ არტალა. ხაშლამამ კედის ხორცის განაკეთება. მოდი, ვინც რომ არ არიან, მიაგებოს. ამინ. იმ ქვეყანაზე თქვენ პაპებს, მამებს, ვინც ასულები არიან, ვინც ცოცხლები ვიყავთ, მე თვითონ დიდხანს ვიცოცხლეთ. აჰა. შენ ცისაკენი. ჩვენ წინაპრებს. იმათი მოგონილია და იმათი კერძია, მოდი ესე თქვა და გაუმარჯოს. იმ ქვეყანაზე მიაგებოს. ცოცხლებო თქვენ გაგიმარჯოთ, ჩვენ გაგიმარჯოთ, კარგად ვიყოთ. და ღმერთმა ესეთი რაღაცა ცხოვრებაში არ მოგვაკლოს. ეგრე არის, ოღონდ ხოდი მოიხო, აურჯულოსავით თავზე. ამინ.
აი ეს იყო არტალა ფშრალად, წვანილთა და ნიორით. გუდება გავშიჯო. გამშრალად რა გემრიელი. ამას რაც მწვადი შეედრება და არც არაფერი. როგორია? მაია. ამით გამოგეждოთ მეგობრებო. ეს გააკეთეთ რა და მაგრამ სიამოვნებთ. კარგად მზადდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. ვაუ, აი ღმერთები საჭმელია მოიწევთ.